მოგესალმებით, სიტყვის აკადემია იწყებს ახალ პროექტს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. პროექტი მოიაზრებს სამი მიმართულებით სწავლებას, ეს არის ფსიქოლოგია, ლიტერატურა და ისტორია. იდენტობა, ვინ ვარ მე და როგორ პრეზენტირებას ვახდენ საკუთარი თავის. ისტორია ის საგანია, სადაც მე შემიძლია ვთქვა, რომ მე აი აქედან მოვდივარ, ჩემი ფესვები აქ არის. როდესაც ენა ავტომატიზირებული არ არის და ყოველდღიურ ხმარებაში არ არის, უკვე დგება საფრთხე, რომ ის დავიწყებული იყოს. ქართულად ველაპარაკებით, ქართულად ვთხოვთ დაწერას, ქართულად ვთხოვთ აზროვნებას. ფიქრობ, რომ ძალიან დაეხმარება მათში ქართული ენა ყოველთვის დარჩეს პრიორიტეტად. ეს არის სივრცე, სადაც მოზარდები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, იკვლევენ საკუთარ თავს, ეცნობიან თავიანთ ემოციებს. ჩვენ ერთად ვქმნით მხარდამჭერ გარემოს. განვიხილავთ თითქმის ყველა პრობლემას, რომლის წინაშეც მოზარდები დგანან და ამ პროცესში ვსწავლობთ საკუთარი ემოციების მართვას. გახდნენ მეტად თვითდაჯერებულნი და გააცნობიერონ, რომ მათ თითოეულ მათგანს აქვს თავისი გზა და ამ გზაზე მათ აქვთ საკმარისი უნარი, რომ დაისახონ მიზანი, რაც წარმატებამდე მიიყვან. ვცდილობთ, რომ მოზარდებმა უკეთ გაუგონ მშობლებს და ოჯახის წევრებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, ერთმანეთს დაუმეგობრდებიან და ძალიან ძვირფას და მნიშვნელოვან ძაფებს გააბამენ თავიანთ სამშობლოსთან. გელით ჩვენთან სიტყვის აკადემიაში.